ესე იგი 4 შვილის დედა, გორის ქალთა კამერული გუნდის სოლისტი, რადიო წამყვანი თაკოკვიტე გვესტუმრა თავის უმშვენიერეს შვილებთან ერთად. დილომშვიდობის და ცოტა ეცება, ეს არის ყველაზე მორცხვი. არ გააბრაზოთ. როგორ ხარ თაკა? ფანტასტიკურად. გაგვეცანი შენი არაჩვეულებრივი შვილები. უსმენდი თქვენს ჟურნალისტებს და მოკლედ ძალიან მისი სიამოვნე იმ ფაქტით, რომ ყველა სიამოვნებდა თავის შვილებთან ერთად ზაფხულის გატარება, ისევე როგორც მეც. შენს 4 არაჩვეულებრივ ბავშვთან ერთად. კი, გაბრიელი, ნიკოლოზი, სოფია და ანიტა. ანიტა დედიკოზე ძალიან მიწებებულია, როგორც ჩანს. თავიდან მორცხვობს, არა და ამას მოწონხარ ძალიან. მართლა? ამათმა გაინაწილეს გოგოები, ამას თათია მოწონს. ამას ესე იგი მე და შენ ვეკობრო. უსმენენ თქვენ სიმღერას და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მხიარული ზაფხული გექნებოდათ და როგორ დაისვენეთ, როგორ იცი რა არის, მე საერთოდ დასვენება სხვა რამ რაღაცა მგონია, ანუ მთაში, სიწყნარეში, სიმშვიდეში. ტელეფონის, ტელევიზორის ყველაფრის გარეშე, მაგრამ წელს გამოგვივიდა ცოტა ხმაურიანი დასვენება, რაც ჩემთვის არის ყველაზე უფრო მისაღები. მით უმეტეს, როცა 4 ბავშვის გაბრწყინებულ თვალებს უყურებ, ყველაფერი რომ მოწონთ, მოსაწყენად რო არ აქვს საქმე, უკვე დავისვენე მაგი. ეგ მასვენებს. თუმცა 4 ბავშვი ექცია ყურადღებას ზღვისპირეთში იყავით, როგორც ვიცი, ხო? წელს რატომღაც გადავწყვიტეთ ზღვისპირეთში წასვლა, თუმცა სულ ვისვენებთ ხოლმე ბაკურიანში, ზამთრობითაც და ზაფხულობითაც და წელს ან 2 წლის წინ სტუმრად ვიყავით ზღვაზე და მაშინ აღმოვაჩინე რომ წყალი უყვართ, ზღვა მოწონთ და წელს უკვე გადავწყვიტეთ რომ ესე. მოდი, აბა გაბრიელმა გვითხრას როგორი იყო ზღვის სანაპიროზე დასვენება. ძალიან კარგი და ცურვა თუ იცი? არა. ესე იგი წელს იმით რა ქვია მოსინჯე შენი ძალები და დარწმუნებული ვარ რომ მომავალ უკვე ძალიან კარგად შურვაზე უნდა შევიდე. აი, ხედა? არაჩვეულებრივი. ზღვა მოგეწონა, ზღვასთან ურთიერთობა მოგეწონა. კი, უშიშრად შედიოდა, თუმცა ჩემს დაუკითხავად არც ერთი. აი, აი, ამან განაპირობა ის, რომ მარტო შევძელი, რომ წამეყვანა. ეხლა შენ მითხარი, შენ ეხლა როგორც ყველაზე უფროსი ხარ, ხო, გაბრიელ? დიახ. აი, როგორ ყურადღებას დარწმუნებული ვარ დედიკოს ეხმარები და ყურადღებას აქცევ, ხო, შენს დაწმებს. ხوار გაგაწვალეს ამ ზაფხულს მითხარი. ვინებმა? შენმა დაძმამ. ეს ცელქია ძალიან. აჰა, ნიკოლოზი არის ძალიან ცელქი. თვალების ცმაცუნზე ეთყობა მაგას. ეს აი ტელევიზორის პულტში როცა გადის კარგი მულტფილმები, სულ აი მე რომ მინდა აღებეს, მოდის და ეს იღებს. აი ესე იგი თქვენ ძირითადად ტელევიზორი ვერ გაგიყვიათ შენ და სოფიას. და ტელეფონი. და ტელეფონი კიდე. ტელეფონი სამივე. აბა ანიტასთან მითხარი, ანიტასთან როგორი ურთიერთობა აქვს? კარგი, მაგრამ აი როცა მეთამაშება, ხო. რო ვეუბნები, რომელი უფრო კარგია, მე თუ ნიკოლოზი და ხანდახან ორივე სიძახის და ხანდახან ნიკოლოზი. ესე იგი ნიკოლოზი ურს, ნიკოლოზთან როგორ არის? ხო, იმიტომ რომ მოსწონს აქტიურად გართობა, ეთქო შენ. დამალულია სადღაც, მე ხო უყურებ სადა დამალულია, რომ ვეუბნები, გამოდი აქეთ და ასე იმალება, აი წერენ როგორ ხო. აჰა, ესე იგი შენთვის არ იყო უცხო იქ რო იმალებოდა ანიტა. არა და ასე რო იყუზებოდა, წამოდი ანიტა, ასე. აი იმაშვება. იმალება უფრო მეტად, ხო? იპრანჭება, იმალება და თავს იმაგრებს, რომ არ გამომყვეს. ეხლა ნიკოლოზს მიაწოდე მიკროფონი. ნიკოლოზ, შენ როგორ გაატარეს ზაფხული? აბა შენ მოგვიყევი. ესე იგი ნიკოლოზი არის ბუნტის თავი ოჯახში, ამბობენ. ეხლა მითხარი რომ არ არის ეგრე, ხო? რა პასუხს გასცემ შენს ძმას? ერიდება. ნახე, სინამდვილეში როგორი მორიდებული ყოფილა, ხედა. საერთოდ გარეთ იცის როგორ მოიქცეს და ამითი აი, ეს ყოფილა ჭკვიანი ადამიანი. კიდევ ერთი სახში ხო ცელქია, მაგრამ აი თეატრში რო იყო ჩემი სკოლის თეატრში, მასწავლებელმა რომ ეხა თეატრში მივდივარ თონაც არქეკ ესეც წამოვიდა. ხო. იქ ასე იყო. მოდებული და სახში ასე ცელქი რატომა და გარეთ ასეთი კარგი მოქცევით რატომა ეგ ვერ გავიგე. ძალიან სწორად იქცევა. სახში ერთობა და გარეთ არავის არ აწუხებს. მოწესრიგებულად სპექტაკლზე ჩუმაძის ძალიან კარგად იქცევა. ხადღაც ხო უნდა გაერთოს გაბრიელ. შენ ხარ როგორც დიდი ძმა ხარ. მაგრამ სულად ერთობა. არა მგონია, მე არ მივიღებ ამ შენიშვნებს შენზე ნიკოლოს. არ ჩავიბარებ. სოფია, შენ გითხარი ახლა. შენ გაგვესაუბრე, რამდენი წლის ხარ, რომელ კლასში ხარ? ეს სოფია წელს მიდის სკოლაში. წელს მიდიხარ სკოლაში, ეს მაღალი გოგო ხარ შენ. მარტს გახდა 6 წლის.
მოკლედ შენ იქნები ის რა ქვია რა შენი დაძმების გამხმოვანებელი. მაგრამ მოდი ხო დაუბრუნდეთ დედიკოს, ხო? რომელიც საკმაოდ დაკავებულია. მიხედავთ 4 შვილისა. ბატონო. ძალიან აქტიურად რადიო წამყვანი და ესე იგი დავიწყეთ უკვე რეპეტიციები გორის ქალთა კამერულ გუნდთან კი, ბატონო. საკმაოდ აქტიური შემოდგომა გველოდება, რაც თავისვენე ალბათ ამ ორ თვეში ამოვიღებ უკან. კიდევ უნდა გაუშვათ რამე ალბათ მთვარის გავლით გავივლით, არ ვიცი. საკარგია. თუმცა როგორ ახლა და ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება, ისეთი რომელიც აქამდე არ გქონია, არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად მოგვიწევს სცენაზე დგომა და მახარებს რომ აი აქედანვე უკვე დღესაც გვაქვს კონცერტი სხვათა შორის ნიქოში მეუფე ისაია არის აი ამ ფესტივალის ხელმძღვანელი რომელიც წლებიარად სტარტდება და ვიღებთ აი ამ გასაოცარ პროექტში მონაწილეობას და მახარებს რომ აი დღეიდან უკვე დაბიქოქებით და აქტიური დაიწყება უკვე სეზონი მუსიკალური ასე როგორი ვთქვათ. რთულია ალბათ ხომ საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი გაქვთ. კი და აი სკოლაში შედიან თან აი ყველაფერს როგორ აბალანსებთ ბაღი სკოლა. არ ვიცი რაღაცნაირად მაქვს ისე დრო გადანაწილებული რომ მაქსიმალურად მოვერგო დღის აი ამ რეჟიმს და ჯერჯერობით გამოგვდის და ნახოთ. და რაც უფრო გაიზრდებიან, მით უფრო რაც უფრო გამოგივեք თავის. გაიზრდებიან, კი, რა თქმა უნდა. ასე რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. შეებულების პერიოდით დამისრულდა რადიოში, რადიო ჰოლდინგ ფორტუნაში ვმუშაობდა, იქაც ხვალიდან მოკლედ აქტიური სეზონი არის. აქტიური და სხვათა შორის უკვე მენატრება დადგეს 15 სექტემბერი ბავშვები ბაღში, ორი ბაღში, ორი სკოლაში, წრეებზე და მე სამსახურში გავიქცე მე იქიდან ჩქარჩქარა მიხარია ხოლმე ეს რომ გამოვრბივარ ჩქარა მე მინდა რომ გამოვიყვანო სკოლიდან, ბაღიდან. რამდენ საინტერესო ამბობს ეს მომენტები ძალიან მაბედნიერებს და მავსებს. რა კარგი არის. ძალიან კარგი გოგო ხარ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონებო და ბატონებო.